1978 წლის 2 იანვარს დილით ქალმა კალიფორნიაში მიიღო სატელეფონო ზარი. დამროკველი კითხულობდა ვინმეს სახელად რაისს. ქალი ასეთ ვინმეს არ იცნობდა, ამიტომ პირდაპირ უთხრა, რომ ნომერი შეეშალათ და ტელეფონი გათიშა. იმ პერიოდში ნომრები ხელით შეყავდათ ტელეფონში და შეცდომით არასწორი ციფრის აკრეფა საკმაოდ გავრცელებული იყო. ამიტომ ქალმა ამას დიდად არ მიაქცია ყურადღება და დღე ჩვეულებრივ გააგრძელა. თუმცა იმ საღამოს ყველაფერი შემზარავად შეიცვალა, როდესაც იმავე ნომრიდან კიდევ ერთი ზარი მიიღო. ის ადამიანი, ვინც დილით თავაზიანად ითხოვდა რაისთან დაკავშირებას, ახლა მას მოკლით ემუქრებოდა. და ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს არ აღმოჩნდა მხოლოდ სარიელი მუქარა. შემდგომ გაირკვა, რომ დამრეკველი იყო Golden State Killer-ი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი. იგი კალიფორნიას 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აშინებდა, 1974 წლიდან 1986 წლამდე. იგი მოქმედებდა რამდენიმე საგრაფოში: საკრამენტო, ვენჩურა, სანტა-ბარბარა და ორიჯინ კაუნთი. ის, რაც მას სხვა სერიული მკვლელებისგან განასხვავებდა, იყო მისი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა. თავდასხმებს სპონტანურად არ ჩადიოდა. ხშირად რამდენიმე თვითადრე გეგმავდა თვალთვალით. იგი სწავლობდა მსხვერპლთა ყოველდღიურობას, რომ იდეალური მომენტი ეპოვა. ხანდახან მანამდე აღწევდა მსხვერპლის სახლში, რომ ფანჯრები გაეღო და გაემზადებინა ნივთები, რომლებიც დანაშაულისთვის დასჭირდებოდა. ასევე ხშირად ურეკავდა მომავალ მსხვერპლებს, როგორც ზარიდან გაიგეთ და წინასწარ აშინებდა. ეს ყველაფერი მის საშინელ სპექტაკლში შედიოდა, რომელსაც ფსიქოლოგიური ტერორის ნაწილი წარმოადგენდა. ის იყო უკიდურესად თავდაჯერებული თავის გეგმებში და სამწუხაროდ ეს მუშაობდა. 1986 წლისთვის მას 120-ზე მეტ სახლში ჰქონდა შეღწევა, მოკლული კი 64-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უამრავი მტკიცებულებები ჰქონდა, ანაბეჭდები, ფეხის ნაკვალევი, ნიღბები, მოწვეების სკეჩები, ვერაფერი აკავშირებდა მას კონკრეტულ პიროვნებასთან. ის თვითონაც ურეკავდა პოლიციას და მსხვერპლთა ოჯახებს, რათა მათი პროვოცირება მოეხდინა, მაგრამ ყველა მტკიცებულების მიუხედავად საქმე 40 წლის განმავლობაში გაუხსნელად დარჩა. ეს გაგრძელდა 2010-იანი წლების ბოლომდე, ვიდრე გამოძიების ახალი მეთოდი ყველაფერს შეცვლიდა. მკვლელის დნმ-ის მრავალი ნიმუში პოლიციას უკვე ჰქონდა, მაგრამ მისი დნმ FBI-ის ბაზაში არსებულ ჩანაწერებს არ ემთხვეოდა. 2016 წელს Golden State Killer-ის ერთმა ძალიან შორეულმა ნათესავმა დნმ ტესტი ჩაატარა ისეთ კომპანიაში, როგორიცაა 23andMe. ამ კომპანიის მონაცემები ჩაიტვირთა პლატფორმაზე, რაც აშშ-ში გამოძიებას საშუალებას აძლევდა შეედარებინა ნიმუშები არსებულ მონაცემებთან. მკვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ იპოვეს მის დნმ-თან ახლო ნათესავი. ამის შემდეგ დაიწყო მთელი საგვარეულოს გამოკვლევა, რომელიც 1000-ზე მეტ ადამიანს მოიცავდა. საბოლოოდ კი ზარის ავტორი იპოვეს. 40 წლის შემდეგ შემზარავი ზარის უკან მდგომი პირის ვინაობა საჯაროდ გახდა ცნობილი. 2018 წლის 24 აპრილს დააკავეს 73 წლის ჯოზეფ ჯეიმს დიანჯელო, Golden State Killer-ი. იგი იყო ვიეტნამის ომის ვეტერანი და ყოფილი პოლიციელი სანტა-ბარბარას შერიფის ოფისიდან. გამოძიებისას გაირკვა შემზარავი ფაქტიც. 1979 წლის ივლისში იგი დააკავეს ჩაქუჩისა და ძაღლის საწინააღმდეგო სპრეის მოპარვისთვის. დღეს ნათელია, რომ ის ორივე ნივთი დანაშაულისთვის სჭირდებოდა და მათი შეძენა არ სურდა, რათა ტრანზაქცია მის სახელზე არ დაფიქსირებულიყო. 2020 წლის ივლისში ჯოზეფი დამნაშავედ ცნეს 13 მკვლელობისთვის და 13 გატაცებისთვის. სასჯელიდან თავის დაღწევის მიზნით სასამართლო მას მიუსაჯა 13-ჯერ სამუდამო პატიმრობა, უპირობოდ, ვადის გარეშე. ამჟამად სასჯელს იხდის კალიფორნიის სახელმწიფო ციხეში. მის მიერ მსხვერპლისთვის დატოვებული აუდიოზარები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ და შემაშფოთებელ ჩანაწერებად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
2017 წლის 1 დეკემბერს Reddit-ის მომხმარებელმა Dragon 17-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დახმარებას ითხოვდა იმის გასარკვევად, თუ რა იყო იმ საშინელი კივილის უკან, რომელიც ჩვეულებაში ყოფნის დროს მოისმინა. მის პოსტთან ერთვოდა აუდიო ჩანაწერი, ხმოვანი კივილი. მან დაწერა, რა იწვევს ამ ყვირილს. არ ვიცი ზუსტად რა არის ეს. ბევრმა სხვადასხვა ვერსია მითხრა, მაგრამ არავინ არის დარწმუნებული. იქნებ ვინმე მაგ შეძლოს ნათელის მოფენა. შემდეგ მან დეტალურად აღწერა გარემოებები. მოგზაურობის ბოლოს ის და მისი ოჯახი გაჩერდნენ პატარა ქალაქში, სახელად West Yellowstone-ში, Yellowstone-ის ეროვნული პარკის მახლობლად. ისინი დაბინავდნენ იაფ, თუმცა საკმაოდ საშიშ სასტუმროში. მას და მის საცოლეს ერთი ოთახი ჰქონდათ. მშობლებს მეორე დღეს ადგომა გამთენიისას გადაწყვიტეს, რომ მზის სამოსვლა ენახათ და გარეული ცხოველებისთვის ეცქირათ. დილის 5:45 წუთზე იგი გაიღვიძა კარზე ძლიერი ბრახუნით, ცრემლებითა და ყვირილით. კარი რომ გააღო, დედა შოკირებულ მდგომარეობაში დახვდა. ვიღაც კივის, ქალი კივის აშკარად აქვე ახლოს. დედა ჩემის თქმით კივილი უკვე 30 წუთი აგრძელდებოდა. მათ პოლიციის გამოძახება სურდათ, მაგრამ ნომერში არც ტელეფონი იყო და არც სიგნალი. შემდეგ მოხდა კიდევ უფრო უცნაური რამ. დაახლოებით 9 საათში მოულოდნელად პოლიციის ოფიცერი გამოჩნდა. ჯერ შეკითხვები დაუსვა, თუ რატომ იყვნენ გარეთ. შემდეგ კი თავადაც მოისმინა კივილი და ქალაქისკენ გაიშურა. ხმები თანდათან შესუსტდა და საბოლოოდ შეწყდა. მოგვიანებით, როცა ქალაქში დაბრუნდნენ, შერიფის ოფისში მივიდნენ, რომ მეტი ინფორმაცია გაიგოთ. თუმცა იქ მტრული დამოკიდებულება დახვდათ. რესეფშენის თანამშრომელმა ფანჯარა მოუჯახუნა, იმავე ოფიცერმა კი გამეორება დაიწყო. თითქოს დაწერილი სცენარიდან ეკითხებოდა. ბოდიშით ქალბატონო, ეს იყო ნასვამი ქალი, რომელიც შეყვარებულს ეძახდა, მაგრამ პოსტის ავტორი ეჭვობდა. როგორ შეიძლება მთვრალმა უბრალოდ იკივლოს, ყოველგვარი სიტყვისთან დახმარების თხოვნის გარეშე? მაშინ რა იყო სინამდვილეში ის შემაძრწუნებელი კივილი? ყველაზე გავრცელებული თეორია ისაა, რომ ხმები მოდიოდა ცხოველისგან, კონკრეტულად მთის ლომისგან. ეს ლოგიკურია, რადგან ისინი Yellowstone-ის ტერიტორიაზე ბუნებრივად ბინადრობდნენ და მათი კივილი ძალიან ჰგავს ადამიანისას. თუმცა ზოგი ამბობს, რომ მეორე კივილი უფრო ადამიანური იყო. თითქოს ცხოველს პასუხობდა. შესაძლოა შეაშინეს, ან მისი გაჩუმება სცადეს. ავტორის თქმით, არც ერთ კივილში არ ისმოდა სიტყვები, ან დახმარების თხოვნა, რაც რთულად ასახსნელია, თუ კი ეს ადამიანი იყო. მაშინ რატომ თქვეს პოლიციელებმა სხვა პასუხი? ზოგი ფიქრობს, რომ ისინი მოგზაურობის შეშინებას ერიდებოდნენ, ზოგი კი რომ უბრალოდ ხუმრობდნენ. თუმცა ზოგიერთისთვის სავარაუდოა, რომ Reddit-ის მომხმარებელმა უბრალოდ მოიგონა ეს ამბავი. მან YouTube-ზე მსგავსი ხმების ძებნაც სცადა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. თუმცა ყველილი Yellowstone-ის ძიებისას ერთ-ერთი პირველი შედეგი არის 9 წლის ვიდეო, სადაც მთის ლომის კივილია ჩაწერილი. დღეს 7 წელზე მეტი გავიდა იმ პოსტიდან და Dragon 17 ამ თემაზე არაფერი განუახლებია. იყო ეს მთის ლომი, თუ რაიმე უფრო შემზარავი. სიმართლე შესაძლოა ვერასდროს გავიგოთ ზუსტად. $2013 წლის 2 მარტს ანონიმურმა მოხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი ბავშვობაში განცდილ შემზარავ რადიო ჩანაწერზე საუბრობდა. პოსტი ასე იწყებოდა: შემზარავი, ვფიქრობ, აუდიო ფაილი, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა. 1994-95 წლებში რადიოდან ჩავწერე ხმა. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჩანაწერის ასრს არასდროს გავაკეთებდი. იმდენად შემეშინდა, მაგრამ ეს კასეტა უკვე 16 წელია მაგიდის უჯრაში მიგდია და გონებაშიც. ახლა უბრალოდ მაინტერესებს.
უცნაური რაღაცეები იწყება მე-16 წამზე. 1995 წლისთვის დაახლოებით 15 წლის ვიყავი. ღამით გვიან ვრჩებოდი ოთახში. რადიოს უსმენდი ბამბოქსით, რომელსაც თავისი ჩამწერი ჰქონდა. არხებს ვრთავდი და თუ რამე საინტერესო იქნებოდა ჩაწერას ვაჭერდი. ერთ ღამეს ამაზე გადავრთე. არ მგონია რომ გადაცემის დასაწყისი იყო, მაგრამ ბოლოს დიდი ნაწილი ჩავიწერე, სადაც წამყვანმა თქვა, რომ რადიო არხი იყო WKCR 99.9 ნიუ-იორკიდან. ჩანაწერში არის უამრავი სახელი და თარიღი, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს მომისმენია. პოსტთან ერთად დართული იყო აუდიო ფაილი, რომელიც საკმაოდ ჩვეულებრივად იწყება 1993 წლის ბილი კობჰამის სიმღერის ნაწყვეტით. შემდეგ უეცრად გადადის ჰენრი პარსელის სიმღერის Golden Sonatas ვიოლინოს სექციაზე. მალევე ხმა გარდაიქმნება საშინელ, მაღალ სიხშირიან კივილად. ეს თავისთავად უკვე ძალიან შემზარავია, მაგრამ აუდიო აქ ამთავრდება. ამ კივილის შემდეგ იწყება ქალის ღრმა სუნთქვის ხმები. ეს სუნთქვა რამდენჯერმე მეორდება, შემდეგ კი გარდაიქმნება ქალის ჩურჩულად. თითქოს ის ამბობს შემთხვევით არჩეულ სახელებს და თარიღებს. ეს ხმა ერთსა და იმავე 9 სახელს და თარიღს განმეორებით კითხულობს. მცირე გამოძიებით გაირკვა, რომ ეს სახელები და თარიღები რეალურად აღებულია გარდაცვლილთა წერილებიდან. მათ შორის ორი ყველაზე ცნობილი სახელი იყო ფრენკ ოპენჰაიმერი, ატომური ბომბის შემქმნელის, ჯეი რობერტ ოპენჰაიმერის ძმა და ბარი ჯოზეფ ვალენტინო უმცროსი, პანამას 3 რეისის აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი. თუმცა რაც არ უნდა დამთხოვები ვეძებოთ, ამ სახელებს შორის არანაირი კავშირი არ ჩანს. გარდა იმისა, რომ ყველა მათგანი უკვე გარდაცვლილია. რამდენიმე წუთიანი განმეორების შემდეგ გადაცემა ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება. You're tuned to WKCR FM New York 89.9 on your dial. Colombian music is running a little late. It will be starting in a few minutes. როცა ანონიმურმა მოხმარებელმა თავდაპირველად ეს ამბავი დაპოსტა, რეაქციები შერეული იყო. ზოგიერთ ძალიან შეეშინდა, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა და სჯეროდა, რომ მთელ ისტორიას თავად ავტორი იგონებდა. აბა რა არის სიმართლე? არსებობს მტკიცებულებები ორივე მხარის სასარგებლოდ. რამდენიმე თხოვნის შემდეგ ავტორმა აუდიო ჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა. არხზე სახელად Raven Mount. Google-ზე ძიებით აღმოჩნდა, რომ იმავე სახელს Reddit-ის ანგარიშიც გააჩნდა. რამდენიმე კვირის შემდეგ Raven Mount-მა იგივე ამბავი Reddit-ის NoSleep-ის ფორუმზეც გამოაქვეყნა. პლატფორმაზე, რომელიც ემსახურება დამაჯერებელ, თუმცა ხშირად გამოგონილ საშიშ ისტორიებს. Reddit-ის პოსტის ბოლოს ავტორი ამატებს ახალ მონაკვეთს, რომელიც იმ პოსტზე არ იყო. სამწუხაროდ და ბოდიშით, ეს არასდროს მთავრდება. გითხარით, რომ ეს უბრალოდ ნაპოვნი ჩანაწერი იყო და ვფიცავ, რომ სიმართლეა. მართლა ასე მოხდა, მაგრამ მეტი რამ იმალება. არ ვიცი რამდენი დრო გადის, რამდენი კვირა, ან თვე და როცა მარტო ხარ, უცებ გაიგონებ იმ ზუზუნის მსგავს ხმას. თითქოს ხერხემლიდან ტვინში ამოდის და როცა ის ღამე მოდის, დააკვირდი რა მოდის შემდეგ. ქალი შენ სახელს წაიკითხავს, ახალ სახელებს. შენ კი ეს აუდიო სხვებსაც მოასმენინე, შენს მეგობრებს, ოჯახს და მათ სახელებსაც დაამატებენ. იმედი მაქვს, თუ სიას საკმარისად გავზრდი და ბევრ სახელს დავამატებ, ჩემსას ამოიღებენ და თავს დამანებებენ. ეს მონაკვეთი ნათლად მიუთითებს, რომ ისტორია ფიქციურია და Raven Mount-მა ის გააყალბა. თუმცა თავად ავტორი აცხადებს, რომ Reddit-ის პოსტი დრამატიზირებული იყო, მაგრამ აუდიო ჩანაწერი ნამდვილად რადიოდან ჰქონდა ჩაწერილი. შეიძლებოდა თუ არა, რომ რადიოს სიხშირე რეალურად გაეტაცებინა ვინმეს. ეს სრულიად შესაძლებელია. რადიოს გადაცემები, ანუ hijacking, ახალი მოვლენა არა და 90-იანებში ხშირი პრაქტიკა იყო. თუმცა WKCR კოლეჯის საკუთრებაა და ძირითადად სტუდენტების მიერ იმართება. როცა მათთან ეს ამბავი გადაამოწმეს, მათ განაცხადეს, რაც ჩვენ ვიცით, ეს ნამდვილად მოხდა ჩვენს ეთერში. რაც შეეხება გადაცემას, ეს ნაკლებად სავარაუდოა. WKCR უცნაური არხია, უცნაური პროგრამებით. შესაძლოა უბრალოდ გვიან ღამით რომელიმე სტუდენტი ახალ მუსიკაზე ექსპერიმენტობდა. საბოლოოდ რომ ვთქვათ, Raven Mount-ი ალბათ მართას ამბობდა.
თუმცა ის, რაც მას ჰგონია, რომ რადიოს გატაცება იყო, სინამდვილეში კოლეჯის სტუდენტის არტისტული ექსპერიმენტი აღმოჩნდა. თუმცა ცხადია, ეს 100%-ით დადასტურებული მაინც არ არის. $1999 წლის 1 მარტს შეერთებული შტატების ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციამ ჩაიწერა შემზარავი ხმა, რომელიც ოკეანიდან მოდიოდა. აი როგორ ჟღერს ის 16-ჯერ დაჩქარებულ სიჩქარეზე. ამ ხმას ჯულია დაარქვეს. ის გრძელდებოდა 2 წუთი და 53 წამი და იმდენად ძლიერი იყო, რომ გაისმა მთელი ეკვატორული წყნარი ოკეანის მასშტაბით, ჰიდროფონების ქსელში. ჰიდროფონები, მათთვის ვინც არ იცის, არის წყალქვეშა მიკროფონები. თავდაპირველად ისინი დაყენებული იყო ცივი ომის დროს, წყალქვეშა ნავების დასადგენად, მოგვიანებით კი გადაკეთდა ოკეანეზე კვლევისთვის. ეს ქსელი პოპულარული გახდა 97 წელს, როდესაც მან ოკეანიდან რამდენიმე უცნაური ხმა დააფიქსირა, მათ შორის უკვე ლეგენდარული ბლუპი. ოფიციალური ვერსიით, მსგავსი ხმის წყარო შეიძლება იყოს ყინულის მიწისძვრები, დიდი აისბერგის მწყობრიდან გამოსვლა, ან აისბერგის წახეხება ოკეანის ფსკერზე. თუმცა ჯულია დაახლოებით 2 წლის შემდეგ იქნა ჩაწერილი, ვიდრე ბლუპი და განსხვავებით ბლუპისგან, ჯულიას ისეთი მაღალი სიხშირე ჰქონდა, რომ მეცნიერებმა მისი ზუსტი წყარო ვერ დაადგინეს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თეორია ინტერნეტში ამტკიცებს, რომ ჯულია შესაძლოა წყალქვეშა ვულკანური აქტივობიდან მომდინარეობს. სამწუხაროდ ეს თეორია არასწორი აღმოჩნდა, რადგან ასევე არსებობს სხვა წყალქვეშა ვულკანის მიერ გამოცემული ხმა, რომელიც აფსვიპი ჰქვია და ის არაფრით ჰგავს ჯულიას. კიდევ ერთი უფრო საინტერესო თეორია ამტკიცებს, რომ ჯულია შეიძლება უცნობი ზღვის არსების ხმა იყო. მართალია ეს იდეა ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ეს საკმაოდ შესაძლებელია, მით უმეტეს როცა გაიაზრებთ, რომ კაცობრიობამ ოკეანის 20%-იც კი არ იცის. თუმცა აზრი, რომ არსებობს ისეთი გიგანტური ზღვის არსება, რომელსაც შეუძლია გამოსცეს ხმა, რომელიც 1000 კილომეტრის მანძილზე ისმის, საკმაოდ შემზარავია. საბოლოოდ, ჯულია ერთ-ერთია იმ მრავალი წყალქვეშა აუდიო ჩანაწერებიდან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს.